განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო პრემიერებს შორის შეხვედრა, ზუსტად ამ შეხვედრამ უზრუნველყო შესაძლებლობა გაფორმებულიყო მემორანდუმები, როგორც გარემოს დაცვის მიმართულებით, აგრეთვე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. გარემოს დაცვის მიმართულებებში განსაკუთრებით აღსანიშნავი არის ნარჩენების მართვის ნაწილი, ბიომრავალფეროვნების დაცვის შესაძლებლობა, რისკების პრევენციის და მართვის შესაძლებლობების გაზიარება. აგრეთვე აქვე მინდა აღვნიშნო ეკოტურისტული შესაძლებლობები, რომელიც აუცილებლად მოხდება თანამშრომლობის გაღრმავება ამ მიმართულებით და დაცული ტერიტორიების და ეროვნულ პარკებს შორის თანამშრომლობა. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მიმართულებას, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის გამოცდილების გაზიარება, რომელიც შესაძლებლობას მოგვცევს, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ პროდუქტიულობა სოფლის მეურნეობის მიმართულებაში, კონდეს ცდომა მეცნიერულ მიღწევებთან დაკავშირებით, რომლითაც ძალიან მდიდარი არის ჩინეთის რესპუბლიკა და ეს ყველაფერი შესაძლებლობას მოგვცევს, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ აგროსასურსათო პოტენციალი ჩვენი ქვეყნის. აქვე მინდა აღვნიშნო ის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული იყო ჩინეთის რესპუბლიკასთან, ქათმის ხორცის ექსპორტთან დაკავშირებით, ეს ქმნის შესაძლებლობას კიდევ ერთი აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტის, რომელიც თავისთავად ცხადი არის, ეს არის შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან აქვს ჩინეთს უდიდესი პოტენციალი, უდიდესი ბაზარი არის ჩინეთი და შესაბამისად შესაძლებლობა საქართველოსთან კიდევ ერთი პროდუქტის ექსპორტის გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გაძლიერდეს აგრარული მიმართულება, გაძლიერდეს აგროსექტორი, რაც თავისთავად ცხადია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი და მიმართულება არის ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის.